ან მაგალითად შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცად. შეინანეთ. და შეინანეთ ნიშნავს მეტამორფოზას ოღონ არა ერთჯერაც, არამედ პროცესს. ეჯერ იოანე ნათლისმცემელმა თქვა და იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფალი იმეორებს, ეს წარმოიდგინეთ უფალი რომ მოდის იმეორებს იოანე ნათლისმცემლის სიტყვას. რა თქმა უნდა იოანემ მისი კურთხევით თქვა, ხო? შეინანეთ გარკვეული გრამატიკული ნორმებით არის დაწერილი ნათქვამი ეგ სიტყვებია ორიგინალში ბრეზნულ ენაზე, რომელიც ნიშნავს პროცეს მეტამორფოზისას. ანუ სინანული ეს არის მეტამორფოზის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს იმ წამიდან, როცა შენს გულს ღმერთი შეეხო და შენ მიხვდი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და ეს პროცესი შენს უკანასკენ ამოსუნთქვამდე აღარასოდეს უნდა გაჩერდეს. ანუ ადამიანში ეს სინანულის პროცესი მოუკლებლივ უნდა არსებობდეს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოახლოებულ არ სასუფეველი არის სამეფო. სამეფო და ადამიანი რო ინათლება, იცით რა, სანამ ინათლება ადამიანი აღთქმებს დებს და ერთ-ერთი აღთქმა ესეთია, რომ მღვდელი ეკითხება, გწამს ქრისტე? და მოსანათლი პასუხობს, რომ წამს ვითარცა მეუფე და მეუფე მეფეს ნიშნავს. ანუ როგორც მეფე და ღმერთი. ანუ ქრისტე ჩემთვის მარტო ღმერთი კი არ არის. ის არის სამეფოს მეფე, რომელს სამეფოშიც მე უნდა შევიდე. და მრავალმა მათგანმა არ იცის, რომ ეს სამეფო არის ეკლესია. გესმით, ჩვენ დღეს როგორ არის ხო სამწუხაროდ ამ ულტრალიბერალურ სამყაროში ეკლესიის დაკნინების მცდელობა როგორ არის ხო, რომ ეკლესიას ლანძღავენ 1000 ტალახს ესვრიან. ამ დროს ქრისტიანმა იცის ერთი რამ, რომ ეკლესია ქრისტეს სამეფოა, რომელიც თვალით არ ჩანს. ეს არ დაგავიწყდეთ, თვალით არ ჩანს ეკლესია. აი, ნახეთ, ესეთ სიტყვებია ქრისტეს, რომ სასუფეველი მოვა არა თვალხილულად, არამედ თქვენში. ეკლესია, ის როგორც ღმერთი იხილვება ადამიანის მიერ საკუთარ თავში. და ამიტომაც კიდე აღთქმის ერთ-ერთი ნაწილი არის მრწამსი თქმა და მრწამში არის ესეთ სიტყვები. იქ ამბობს, სანამ მოინათლება ადამიანი, რომ წამს მამა ღმერთი, წამს ძე ღმერთი, წამს სულიწმიდა ღმერთი და იქ არის კიდე ერთ საინტერესო სიტყვები, წამს ეკლესია. თუ ეკლესია ეს არის, რასაც მე ვხედავ, მაშინ რა რწმენა ჭირდება? თუ ეკლესია მღვდელი და ეპისკოპოსია უბრალოდ ეკლესია საიდუმლოებაა, სადაც თავისი ადგილი აქვს ეპისკოპოს, მღვდელს და ტაძარსაც და პირველ რიგში ეპისკოპოსს, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანობაში ეკლესია არის ღმერთთან კომუნიკაციის საიდუმლოება და ეს თვალით არ აჩანს. ამიტომაც დიახაც ეს სასუფეველი არის ეკლესია, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ის ჩვენში რეალიზდება. თუ ადამიანის გულში არ რეალიზდება, ყოველდღე რო ადამიანი ტაძარში იდგეს, ყოველდღე რო სანთლებს ანთებდეს და მეცას გეტყვით, ყოველდღე რო ეზიარებოდეს, ადამიანი ეკლესიაში ვერ შევა, იმიტომ რომ ეკლესიაში შესვლა არის ასევე საიდუმლოება. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს რომ გაიგოს ადამიანმა და ეს რომ მასში რეალიზდეს, ამას ჭირდება მეტამორფოზის მოუკლებელი პროცესი ადამიანში. ანუ ეს არის მუდმივი და რა არის მეტამორფოზის და სინანული იგივე, მეტამორფოზის მოუკლებელი პროცესი და სინანული, ეს არის გააზრება იმისა, სად ხარ, გააზრება იმისა, სად უნდა ახვიდე, ანუ უნდა იცოდე სად ხარ, უნდა იცოდე საითკენ უნდა ისწრაფო. და უნდა დაინახო მუდმივი დინამიკა შენში. აი მიმართულებით სისკენას უნდა ისწრაფო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.